Dacă găsesc găsări comode, disadi de bățuli s-a scos de bățuli, recursier jamul de bisuru. Pirol și es modi sigidano ჩვენგან უამრავი ნეგატივი უნდა გავიდეს. უნდა გავიდეს ბოროტე ბარაცარი ჩვენში ჩაბუდებული. ამისაც საჭიროა სინანული, ამისაც საჭიროა ზიარება, რომ დასვას ყოველივე ბოროტი რა ჩვენში არის. ანუ სულიერი უძლურებანი, ხორცი, ემოციონალური უძლურებანი, ხორციელი უძლურებანი, ეს ყველაფერი ერთად არის ადამიანში. მაგრამ გამაჩოლის ზღვარი კვერტი არ გადის, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი უნდა დააღრეულია. ზოგჯერ ადამიანი უნდა დაალაგდეს, განიწმინდეს, განიბანოს სული და ხორცი და სამშნელი სული სამშნელი და ხორცი. და მთელი ადამიანი. აი მაგალითად უნდა პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალინელს ხო დღევანდელ სახარებაში, რომელსაც განსხვავებდნენ 7 ეშმაკი, ანუ ეგზორციზმი ჩაატარა. 7 ეშმაკი განაგდო ადამიანისგან. ეს მაშინ წარმოიდგინე ქრისტემ, როგორი ძალა ღმერთს, რომ 7 ეშმაკი განაგდო ადამიანისგან. ახლა რა თქმა უნდა დღეს უამრავი ბრძოლა ხილავდა. მონათულ ადამიანს ღმერთი იცავს, პარველი ანგელოზი ყავს, წმინდანი ყავს, პარველი და ასე შემდეგ, ეზიარება და შემდეგ. მაგრამ მაინც ათასნაირ ხილ და განსაკუთრებულ უხილავ საფრთხეს ექვემდებარება. შეპრობილი თუ არ არის, გაიშმაკებული თუ არ არის, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივი ნეგატიური და დემონური გავლენები ფიგურირებს და ბრძოლა მასზე წარმოიშვება. როგორც დღევანდელ იგავში არის თუნდაც აი სახარების იგავში, რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ თუ თავდაპირველად არ დაждდა და არ მოითათბირა. შეუძლია თუ არა 10,000 გაუგზავნოს 20,000 მოგდოს. თუ არა და ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას თხოვს. ასევე ერთ-ერთი თქვენგანი ჩვენს ყველანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც მისთვის უარყოფითი არ უარყვა, უახავ თავის შენებს, შენ პიროვნება კი არ უნდა დაკარგო. რაც შენთვის უარყოფითია, რაც შენ გისმის ხელს, თუ ამას ყველაფერს არ განაგდებ, არ დატოვებ, არ მოიშორებ ამ ბალასტს. და სხვათა შორის ისეთ ადამიანებთან ურთიერთობასაც უნდა ერიდო, რომელიც შენთვის წარუმატებლობას, დემონურ გავლენებს გივლენენ, სულიერ სისხლს ხრწოვენ, სულიერ ასე ვთქვათ, ენერგიას ხრწოვენ, რომლებიც გიკეტავენ გზას, რომლებიც იცი და საფრთხეს არ მოადგენს, პოტენციალურ საფრთხეს, ან მძინარე საფრთხეს, ან დუმარ ემბრიონალურ რაღაცა ნეგატივს, რომელიც შენში როდის რას დაბადებს, არ იცი, ესეთ ადამიანებთან აღრეულ ურთიერთობებს უნდა ერიდო და მარჯვენა და მარცხენა უნდა განარჩიო. ხილად უნდა იყო, ყველას გაუგრძნო, გადასახუჯო არის, კეთილ განწყობილი იყო, მაგრამ სიფრთხილე შეიარაღება აუცილებელია. იმიტომ რომ შენ არ იცი, რა სულიერი იმუნიტეტი, რა სულიერი პოტენციალი და სიმძლავრე გაქვს. განა შენ 10,000, 20,000 დაამარცხე, განა უხილავ მტერს, რომელსაც ზოგჯერ გივლენს უხილავი მტერი, იმ ბრძოლას, რომელსაც შენ უნდა გონიურულად მიუდგე. შენ გააქვს იმდენი სიბრძნე, რომ შენ გადალახო ეს და მოერიო მას ვერა, ძალიან ძნელია ღვთის გარეშე. შენი ნებით ნახმობით, მაგრამ შენი ამ გამარჯვებაში, ბრძოლაში, შენი თავისუფალი თანამონაწილეობით შეიძლება რა თქმა უნდა და უნდა გაიმარჯვო და გაიმარჯვებ კიდევაც ღვთის შეცემით და არა მარტო დამოუკიდებელ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნეგატივი კი არის. იმდენი რომ ჩვენ ვერც ვაცნობიერებდეს, ზოგჯერ მადლობასაც კი არ მოვუწევთ, როგორ გვიცავს უფალი, პარველი ანგელოზი, ჩვენი წმინდანი და ასე შემდეგ. და ძმა, ჩვენი ლოცვაც რომ გვეწევა, პირველ რიგში უნდა ღვთის სისხლისა და ხორცის სესისხორცება. გვეწევა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც სულ ბრძოლაში. ამიტომ ხილად უნდა ვიყო, ვერ მომფრავს დაფეთებული, გაშინებული უნდა იარო, წარწერო. ფერდაკარგული შენისახი არავის არ უნდა. პირიქით, ხნად უნდა იყო, გაიღიმო, ჯვარი გადასახო, ბრძნულად იყო, კეთილგანწყობილი იყო, კეთილად იყო, აზრით სიტყვით საქმის მაყურნებელი მადლი და სიკეთე გაუშვი. შეიძლება ადამიანი აზრით მოშხამო, სიტყვით მოშხამო და საქმითაც ხლად მოშხამო და მოწამო. ეს მთელი ეს ტოქსინები უნდა გადაამუშავოს, რაც ჩვენ მიიღებთ ამ ნეგატივს, როგორც ფარშავანგი ვახსენე ადრე, ფარშავანგი მოწამლესო, უამრავი ნეგატივი მოუვლინესო, მაგრამ ეს მან კი არ გადახარშა, მან კი არ დაზიანდა და კი არ გაუბედურდა და კი არ გაიყუთა ეს ფარშავანგი, არა, მან ეს თავისი ეს ნეგატივიო ლამას გულგულებად გადააქცია და ხალხს აუცარი სილამაზე ამ ეს რაღაც იგავით არის, ხო? საოცარ სილამაზეში გარდამოვლენ. ეს ყველაფერი რაც ჩვენ ბრძოლად გვევლინება, სიკეთეში უნდა გამოვლინდეს და პირიქით ვისწავლოთ ამათი სინთეზირება, დისცილირება ამ ნეგატივის და სიკეთეთ უნდა გარდავხდეთ. რითი? ჩვენით კი არა მარტო, ღვთისმად. რა თქმა უნდა, ერთხელ რომ მიყვება ქრისტიანი გზას და გადაწყვეტს მიხვდეს ამ გზას, ჭეშმარიტ ქრისტიანის
ყოველთვის უნდა ერთგული იყოს და უნდა ყოველთვის არ დაბრკოლდეს გზაში, მოიკრიბოს ძალები. თუ დაბრკოლდა და წაიბორძიკა, აუცილებლად ისე უნდა წამოდგეს. ბევრჯერ, რამდენჯერაც დაეცამა, იმდენჯერ უნდა ადგეს. არ შეიძლება დაწოლა ცოდვასთან. სასო და იმედი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა. მიიყვეს გზას, რომ მოიპოვა, მოინათლა ქრისტიანის სახელი, მოუფრთხილდეს, იმიტომ რომ მოპოვება ძნელია, დაკარგვა ადვილია, დაბრუნება კიდევ უფრო ძნელია. ამიტომ რასაც გაქვს არაფასები ზოგიერთ კარგავ და სამწუხაროდ ადამიანი კარგავს და მერე ვეღარ იბრუნებს რომ აღარ აფასებს, მერე ხვდება აი რა კარგი იყო და რომ მქონდა და არ ვაფასებდი. თურმე ის იყო ჩემიო და მე კიდე ვიცუნებდი და არ ვაფასებდი და უარს ვამბობდი და ასეთი მინდო და ისეთი მინდო და კიდე რაღაცა ჩემი ისინი მქონდაო. არასწორი მოთხოვნები არა. რაც მოგცა ღმერთმა, იმაში მადლობდა ღმერთს, იმაში ლოცულობდე იმისთვის. ლოცულობდე რომ შეინარჩუნო და უკეთესი გაგხადო. როგორც ერთ-ერთ წერალს ეუბნებიან, აი შენო დიდარი ხარო, ბესტსელერებს წერო და ყველაფერი გაქვსო და არაო, რაც შენ გინდა ყველაფერი გაქვსო. არაო, მე რაც მინდა ყველაფერი არა მაქვს. ვინ გითხრა რომ მე რაც მინდა რომ ყველაფერი მაქვს? არა მაქვს ყველაფერი რაც მინდა, მაგრამ რაც მაქვსო ყველაფერი მიყვარს. შეიძლება რაც შენ გიყვარს ყველაფერი არა გაქვს, მაგრამ რაც გაქვს ის შეიყვარე, ის დააფასე. შენ შეიძლება გინდა რომ ყველას უყვარდე, მაგრამ ჯერ შენ თავს გიქრე, შენ გიყვარს ყველა? შენ იმაზე ნერვიულობო, ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ შენ იმაზე კი ნერვიულობ, გიცნობს ხალხი და უყვარ ხალხს თუ არა. შენ თუ იცნობ ხალხს და შენ თუ გიყვარს ხალხიო, ამაზე იფიქრე, შენი და ძმა და ასე შენ. დიდი სიბრძნე ამაში. ამიტომ შეინარჩუნე ქრისტიანის სახელი და მოიკრიბე ძალები, რომ ყველა სირთულე ღვთისმადლით გადალახო და არ დაბრკოლდე გზაში, რომლის უამრავი ხილული და განსაკუთრებით უხილავი დამაბრკოლებელი ჩვენ ვერ ვასრულებთ ხოლმე. ხისით და ღამით, აზრით იკუთვნით, საქმით შემოდის და გვებრძვის ჩვენ. რათა განვითარება ჩვენი დაბრკოლდეს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მორწმუნე ადამიანისათვის, მაზიარებელი ადამიანისათვის, რა თქმა უნდა ბრძოლებში და მონარული ქრისტიანისათვის დაუბრკოლებელი, გადაულახავი წინააღმდეგობები არ არსებობს. ღვთისმადლით ყველა კარები არ დაფრთხეთ, ყველა კარები გაიღება, მამაცად და მხნედ იყავით, იარე. რადგანაც წინ ვინც შეუშინდება ბრძოლას, ის ვერც ბრძოლაში უკვე აპრიორულად დამარცხებულია. ვინც შეუპოვრად იბრძვის, ის მიიღებს იმ უხილავ ჯილდოს და მოულოდნელ სიხარულს და განსაცდელებს გადალახავს. მოუწევს რა თქმა უნდა გაჭირვება, დაძლევა ბევრი წინააღმდეგობების, ძალისხმევის გამოჩენა, ენერგიის დახარჯვა, ზოგჯერ ტკივილი, ზოგჯერ გაიჭრება ბრძოლაში, მაგრამ გავხსნათ, უპრობლემოდ ვინავა, რომ თავარია ერთგული დარჩეს სუფლისა და ღვთის დიდებაში იყოს, მადლობდეს ზეცას ყველაფრისას, ლოცვით მდგომარეობაში იყოს და სიხარულში იყოს, ნეტარებაა ეს. მადლობა, ლოცვა და სიხარულის გზნობა და მაშინ ყველა სასწაულს, ყველა ვნებას, ყველა მავნეჩევას, ყველა უხილავ ბრძოლას გადალახავს და ამაღლდება ამას სოფლის სიბინძურესა და რუტინას, რომელიც ესე წამლეკავად მოქმედებს ჩვენსა და რომელიც ცდილობს რომ დაარღვიოს ადამიანის სულიერი ბალანსი და წონასწორობა. ჩვენ მუდამ ამ დინამიკაში, ცვლილებების დინამიკაში ამას სოფლის მუდამ ბალანსირება და დინამიური წონასწორობა უნდა შევინარჩუნოთ. ქრისტეს გზაზე მავალი ადამიანი უბრალო ადამიანი არ არის, თქვენ არ ახართ უბრალო ადამიანი. უბრალოდ ბრალიანი აქ პრინციპში არაფერშუაშია ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანში და ის უბრალოდ ბრალიანი ხატებაა და ის მსგავსება უნდა გარდაიქმნას, ეს დავალებაა. ქრისტეს გზაზე მავალი ადამიანი უნდა შეიარაღდეს ზალღონით, მოთმინებით მოითმინებით გახსოვთ ხომ? და მტკიცე ნების ყოფა დისციპლინით, რომ მტკიცე მყარად გადალახოს და ფორმაში იყოს სულ, უნდა ეცადოს. უნდა ეცადოს, ცდილდება უკვე სათნოება და მისი პირადი ძალისხმევა არასდროსად დაიკარგება. ყოველთვის, როცა შენ შრომობ, როცა შენ თავზე მუშაობ, როცა შენ ცდილობ უკეთესი გახდე ხალხისთვისაც, შენი საკუთარი თავისთვისაც, რატომაც არა, ყველასთვის. შენ მაშინ წყალობას მოგვივლენს ღმერთი. უშრომელად, ძალისხმევის დახარჯვის გარეშე, უპრობლემოდ ესე სინზე ვერავინ ვერ მოგართოს და არავინ არ მოგართოს, შენთვის დათული სამსახური იციან. იქნებოდა ეს. რომ მოგართვან ესე საჩუქრები და ასე ვთქვათ ეს წყალობა და მათ უხილავი საჩუქარი არ ჯობია. ღვთის უხილავი საჩუქარი მერჩევნია და ჯილდო, ვიდრე ხილული ცოდვილი ადამიანის ხილულ ჯილდოს. ისიც კარგია და ისიც პრინციპში, მაგრამ რას ვეჩით ხილულ ჯილდოსაც, მაგრამ
უხილავია უპირატესი, ის არის მთავარი. ის არის უპირატესი, უხილავია მიზეზი ხილულისა, თორემ შეიძლება 1000-ნაირი ტიტულები ქონდეს და 1000-ნაირი რაღაცა სტატუსები, მაგრამ ეს რეალურად შენ შინაგან მდგომარეობას ვერ და არ ცვლიდეს. თავარია შენი შინაგანი როგორ შეიცვალე, როგორ გახდი უკეთესი, შინაგანად როგორ გარდაიქმნა შენში ის სულიერი ხერხემალი გახდა, გამოიწრთო, სულიერ מחვილად იქცა, რომელიც არა მარტო ჭრის, არამედ წვავს კიდევაც ცეცხლოვანი ფორმა მიიღო, მაგრამ განიღმთო ღვთაებრივი ცეცხლი და გარდა ჭრისა, წვის თვისებაც აქვს. აი ეს აქვს, თორე გარედან მოჩუქურთმებული და ზიზლპიპულებით მორთული არსს არ უწვის, როგორც ადამიანი არ შეიძლება შეაფასო ჩასასმელი და ან წიგნი არ შეიძლება შეაფასო ყდით. ყდას რა მნიშვნელობა ხშირად წერი, ეს არის მთავარი. ერთხელ მახსოვს ისტიკაი, კარგი წიგნი მომიტანეს, რომ მომე ეს მინდა მეთქი ეს წიგნი რა კარგია მეთქის დააცევის. ისე მომეწონა ყდა გადავშენეს იქ აბსოლუტურად ცარიელი სიმრავლე იყო. ეხლა აღარ ვიტყვი. აი არანაირი ინტერესი არ დაგზავნა შენს ეს წიგნი. ტექსტი იყო ნულოვანი ინფორმაციული და ხელოვნების ნულოვანი ფასეულობის ინტელექტუალური, ინფორმაციული და ემოციონალური ტექსტი, ასე საერთოდ არანაირად არ იყო ეს. და ხონდა ისეთ ლამაზი მარტო ხნის გულისთვის დავითო კარგია მიგიხოს ხდა და იგავია ეს წიგნი არც ქაღალდია, არც მელანი მასზე დახარჯული და აცხადა ის რაღაც სხვა არის, რომელიც მის მიღმა ტრანსცენდენტულად არის ჩადებული მაშინ ეს და შეისისხო ცოტა მიხვდე რა არის ეს. მანაფსალებმას არ წაიკითხავ ყველა ფურცებს, მანამდე ვერ მიხვდები. ამიტომ მინდა რომ გისურვოთ, რომ მოთმინებით, ნებისყოფით, ძალისხმევით, წმენით, იმედით, ვითხოვოთ ისაგან დახმარება და შეცავლა, ღმერთი აუცილებლად ისმენს და გაიგებს ჩვენს თხოვნას, გულწრფელი, ლოცველი ადამიანის თხოვნას ვედრებას და შეეცავა ჩვენს უღონოებას, კულტურებას, ჩვენს ყველა იმ ნაკლოვანებას გარდაქმნის სიკეთეს და საქმეებას. და მისცემს ძალას ყველა ქრისტიანს, ჩვენს, მეც, ყველა ადამიანს, არა მაგარი სასულიერო პირი იყო, ერის კაცი. თქვენ ახლა მთავარი მოქმედი გმირი, ეკლესიის მთავარი წევრი, მრევლი, თქვენ ახლა. ჩვენ გემსახურებით თქვენ და მოგცემს სიმშვიდეს და საფასასუხეველის მალს, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს, თქვენ ყოველდღე თანა